რას უნდა ველოდოთ ბიტკოინ ეთერიუმისგან და VDC საფულის აპდეიტი. მეგობრებო, ამ ვიდეოში გავაკეთებთ VDC საფულის აპდეიტს, გავაკეთებთ რა თქმა უნდა ინვესტიციებს, როგორც ვაკეთებთ ხოლმე ყოველთვე და განვიხილავთ ესე ვთქვათ ბიტკოინ და ეთერიუმის ჩარტს, რას უნდა ველოდოთ კრიპტოსგან და ასევე ვერცხლის ფასს. მოკლედ მეგობრებო, რაც შეეხება ჩემს OBS, ვერადავერ გავასწორე, ისე ვირევა, ამიტომ მიწევს ისევ old school ვიდეოების ჩაწერა, სანამ ეს ვთქვათ ამ ყველაფერს გამოვასწორებ. But it is what it is. დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ როგორც ყოველთვე დღესაც ვყიდულობთ ვერცხლს 150 ევროსას, ანუ გვინდა ყიდვა, გვინდა ვერცხლი. ვინახავთ ზურიხში, ვყიდულობთ მარკეტ ორდერით და ვყიდულობთ 150 ევროთ. შემდეგ გადავიდეთ მეორე ნაბიჯზე და ორდერი გავაგზავნოთ. Let's go. წესით გაგზავნილი კი ბატონო, ემეილიც მომივიდა, რომ ჩვეულებრივად გაიგზავნა. ეს რაც შეეხება ვერცხლს, მეგობრებო, ასევე გადავიდეთ ჩემ აკაუნტზე და ვნახოთ, რამდენი, ასე ვთქვათ, მოგება ან წაგება გვაქვს. ეხლა ჩვენ გვაქვს 3 თითქმის 4000 евро, $2 გვაკლია და პლუს უნდა დაემატოს კიდე ის 150 евро, რომლის ინვესტიციაც გავაკეთეთ ჩვენ დღეს. მაინტერესებს აქ თუ წერი არა, ესე ვთქვათ, აპლიკაციაში ვხედავ ხოლმე და მოდი ხოლმე ვთქვათ აპლიკაციაში გადავიხედები და სკრინშოტსაც დავდებ აქვე, მოიცადეთ Gold Republic. ანუ წესით აქ არ ვიცი სად და რატო აჩვენებს ან არ აჩვენებს, მაგრამ ანუ აპლიკაციაში შეგიძლია ნახო, რომ შენს ინვესტიციაზე ტოტალურად რამდენი, ასე ვთქვათ, მოგება აქვს გაკეთებული და ეხლა ჯერჯერობით ხედავ, რომ დავსკრინ და აქაც თან ავტვირთავ, რომ ჯერჯერობით გვაქვს, ანუ ჯერჯერობით რაც დავიწყეთ 56.7%-იანი მოგება და all-time high-ზე იყო 62% თუ არ ვცდები. სუფთა მოგება ჩვენს ინვესტიციაზე გაკეთებული, რაც რა თქმა უნდა არის იდეალური, არის ძალიან დიდი შედეგი, მით უმეტეს აქ მეტალებზე ვლაპარაკობთ და არა რომელიმე, ესე ვთქვათ, altcoin-ზე. გავაკეთეთ მეგობრებო ჩვენი ინვესტიცია ესე ვთქვათ ვერცხლში, შემდეგ გადავიდეთ ბიტკოინზე და ეთერიუმზე. აქ ჩარიცხული გვაქვს თანხა უკვე. ნახოთ ვალეტში. აქ კი ბატონო, ხედავთ რომ 207 евро გვაქვს თავისუფალი. ვიყიდოთ 100 ევროს ბიტკოინი, ყიდვა გვინდა 100 ევროსი ეთერიუმიც. ვიყიდეთ. კი ბატონო. და შემდეგ გვინდა ბიტკოინის ყიდვაც. სადა გვაქვს ჩვენი ბიტკოინი? ბიტკოინიც ვიყიდოთ 100 ევროთ. ესეც ჩვენი ბიტკოინი გაკეთებული. ოკეი. შემდეგ გადავიდეთ მეგობრებო და ეს ყველაფერი დავითვალოთ, ანუ ჩვენ ვაკეთებთ 150 ევროს ვერცხლში ინვესტიციას, 100 ევროს ბიტკოინში და ეთერიუმში, შეგვჩვენი 350 ესე ვთქვათ ევრო და ვამატებთ კიდე 100 ევროს, ესე ვთქვათ ქეშად რო ვინახავთ საქართველოს ბანკის ანაბაში, რომელიც გავაკეთე, ანუ ყოველთვე ავტომატურად გააქვს ხოლმე თანხა 300 ლარი და ესეც წამოვიღოთ, ესე ვთქვათ ჩვენს გამონათვალში. მოდი ახლა გადავინაცვლოთ აქეთ. და დავიწყოთ, ანუ ამ თვესაც გავაკეთეთ 450 ევროიანი ინვესტიცია, ვხედავთ რომ აქ ტოტალურად გაკეთებული გვაქვს 8600 евро ინვესტიცია და მოდი ახლა დავინახოთ, დავითვალოთ უკაცრავად ჩვენი პორტფოლიო თუ რამდენი ესე ვთქვათ, მოგება ან წაგება გვაქვს რომ გავიგოთ ყველაფერი. გადავიდეთ ახლა ისე უცბად ჩვენს ჩავკეცოთ. ოკეი, გადავიდეთ აქ და რას ვხედავთ, ესე ვთქვათ, ჩვენ აკაუნტზე გვაქვს 5918 евро, მოდით დავამრგვალოთ და ვთქვათ, რომ გვაქვს 5920 евро, 5920 ევროს, ანუ კრიპტოს გვაქვს 5920 евро, დავუმატოთ, აქ გვაქვს ჩემი აკაუნტი, ოკეი, აქ გვაქვს ჩვენ. ნუ 4000 евро დავუმატოთ 153 евро პლუს აქ ქეშად გვაქვს 8 евро, ამიტომ 150 დავუმატოთ ჩვეულებრივად, ანუ 150 დავუმატოთ 4000-ში 4150, ანუ დავუმატოთ 4150
ეს გამოდის 10,070 და უცბად გადავიდეთ ახლა ტელეფონში ჩვენს BOG-ში, ანაბაში, ნახოთ ანაბაში რამდენი გვაქვს და ანაბაში გვაქვს 2500 ლარი და ეს უცბად რომ გადავიანგარიშოთ ლარი თუ ევრო 2500 გამოდის 800 ევრო. ანუ ამ 10,000 უნდა დავუმატოთ 800 ევრო და გამოდის 10,870 ევრო. მოდი ახლა გადავინაცვლოთ ისევ აქეთ. და ჩვენ გვაქვს 10,870 ევრო, რაც გამოდის, რომ წინა თვისთან შედარებით ჩვენ გვაქვს 2%-იანი ზრდა, რა თქმა უნდა, ეს 2%-იანი ზრდა არის გამოწვეული იქიდან, რომ ჩვენ გავაკეთეთ ახლიდან ინვესტიცია, იმიტომ რომ წინა თვის ხედავთ, რომ მქონდა 606 ევრო, ეხლა გავაკეთეთ 450 ევროიანი ინვესტიცია და ესე ვთქვათ, გამოდის, რომ ცოტა მინუსში გავედით, მაგრამ პლუს გვიწევს ჩვენი გამონათვალი, იმიტომ რომ ჩვენ, ესე ვთქვათ, დავუმატეთ ინვესტიცია და მაგას ვამბობ ზუსტად, რომ ანუ თავიდან ახლა 450 ევროიანი ინვესტიციას რომ ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ამ 10,000 დოლარზე არის, ასე ვთქვათ, პლუს მინუს 5% დავამრგვალოთ, მაგრამ რაც უფრო და უფრო გაიზრდება, ასე ვთქვათ, ჩვენი კაპიტალი, მით უფრო და უფრო ნაკლები გავლენა ექნება ჩვენს ყოველთვიურ ინვესტიციას, ანუ ერთჯერადი გავლენა ექნება უფრო ნაკლები. მოკლედ, თავარი არის აი ეს, ყოველთვის ამას ვუყურებ, იმიტომ რომ ხედავთ, რომ პირველ ორ თვეში ქონდა პლუს მინუს, ანუ პირველ თვეს საერთოდ მინუსში ვიყავით ჩვენს ინვესტიციაზე გაკეთებული მოგება. ანუ პირველ თვეში ვიყავით მინუსში, შემდეგ ორი თვე ზედიზედ პლუს მინუს 10%-იანი მოგება ქონდა, მე 17, მე 26, მე 31 და ასე შემდეგ. ეხლა რაც ძალიან კარგი არის, მეგობრებო, არის ის, რომ ყველა ორდერი ეთერიუმზე და ბიტკოინზე გვაქვს შევსებული და ამ ყველაფერს განვიხილავ მე ჩარტებზე. ის ფაქტი, რომ ამბობდი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ერთ-ერთი ბოლო საუკეთესო მომენტი იმის, რომ გვიყიდა ბიტკოინი, ეგ ფაქტიც მე მგონი მართლდება, ტექნიკურად გვჭირდება კიდე პატარა კონფირმაცია და შეიძლება ეგ მოხდეს, რაც ვთქვი, ამიტომ თუ შენ არ გიყიდე აქამდე ბიტკოინი, ეთერიუმი, შეიძლება ცოტა ხანში თქვა, რომ უი ნეტა აქამდე მეყიდა. მაგრამ ამ ნეტათი ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა და რენდამენტს არ მოგცემს ეს ყველაფერი. მოკლედ, ჩვენი ტოტალური ინვესტიცია გამოდის დღესდღეობით 8,600 ევრო, 8,600 ევრო და მიუხედავად იმისა, მეგობრებო, რომ ბიტკოინი, კრიპტო არის მინუსში, ანუ მინუსში რა, კორექციებს აკეთებს, ხედავთ, რომ ჩვენ კრიპტოსაფულეშიც პლუსში ვართ და ვერცხლის რა თქმა უნდა პლუსში ვარ და ტოტალურად ჩვენი პორტფოლიოც არის რა თქმა უნდა ძალიან კარგ პლუსში. ჩვენი ტოტალური პორტფოლიო დღეს არის 10,870 ევრო, რაც გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს ოკეი, აქ რა ხდება? 10,870 გადავიდეთ უკან. ე 10,870, ოკეი. ანუ მოდი ეს ჩვენ გავამწვანოთ და გამოდის ის, რომ ჩვენ დღესდღეობით, ანუ ჩვენ ტოტალურ ინვესტიციაზე, ტოტალური მოგება გვაქვს 20%-იანი. ანუ ჩვენ გვაქვს ინვესტირებული 8,600 ევრო და დღესდღეობით გვაქვს 10,870 ევრო, რაც არის ესე ვთქვათ 20% მოგება ჩვენს ინვესტიციაზე და რომ გადავხედოთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 თვეში 20%-იანი მოგება არის იდეალური და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის დივერსიფიკაციის დამსახურება და დამსახურება იმის, რომ ჩვენ ყველაფრის ერთჯერადად ინვესტიცია არ გავაკეთეთ, ჩვენ დავყავეთ ჭკვიანურად, ვიყიდეთ ქვემოთ, დავაყენეთ ორდერები, შემდეგ ის ორდერები რო შეგვისო მაღლა დავაყენეთ გაყიდვის ორდერები, იმ გაყიდვის ორდერებით ისე ვიყიდეთ და რეინვესტიცია გავაკეთეთ, როცა ფასი გავუფასურდა და ასე შემდეგ. ეხლა მაგალითად ბიტკოინს და ეთერიუმზე აღარ მიყენია სელ ორდერები, მაგრამ ამ სელ ორდერებს შემოვინახავ მომავალი ვიდეოსთვის, იმიტომ რომ ამ ზრდაზე, თუ მოხდა ახლა ძალიან კარგი ზრდა, მე დავაფიქსირებ ძალიან დიდ მოგებას, იმიტომ რომ ანუ პროცენტულობით დავაფიქსირებ დიდ მოგებებს, იმიტომ რომ кэში აღარ მაქვს ახლა საერთოდ, ანუ მხოლოდ ის 800 ევრო გვაქვს кэში, რომელიც ესე ვთქვათ, ანაბაში დევს და ანუ მაგ кэში რა თქმა უნდა თუ რაიმე კარგი შანსი გამოჩნდა, აუცილებლად გამოვიყენებთ და გავაკეთებთ ინვესტიციებს, მაგრამ თუ ბაზარი გაიზარდა, ესე ვთქვათ, ის кэში დარჩება იქ. სადაც არის და შევეცდები იმას, რომ кэშის პოზიცია გავადიდო
რაც ესე ვთქვათ, ჩემი საფულე უფრო და უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ შემდეგ მინდა რომ ეს ამ ქეში სხვა ასეტებშიც გადავიტანო და ჩემი საფულე უფრო დივერსიფიცირებული გავხადო. მოკლედ ახლა მეგობრებო, გადავიდეთ ჩარტებზე და ვნახოთ რა ხდება ბაზარზე. ვხედავთ რომ ბიტკოინმა კარგი ზრდა გააკეთა, ეთერიუმზე რა თქმა უნდა ამ ტრეიდში ვზივარ, swing trade-ი მაქვს. ერთი კარგი take profit-ი დამიფიქსირა, აი აქ გქონდა, აქ დამიფიქსირე ერთი კაი profit-ი, ჯერ stop loss-ი არც ამიწევია, იმიტომ რომ ეს მართლა ეს არის swing-ი. ძალიან კარგი retest-ი გააკეთა, ამიტომ ჯერჯერობით stop loss-ის აწევა მაინც და მაინც არ მაქვს გეგმაში, იმიტომ რომ ჩემი აზრით ესე ვთქვათ, ფუნდამენტებიც უწყობს ყველანაირად ხელს, იმიტომ რომ საპრეზიდენტო განაკვესაც სავარაუდოდ დაუკლებენ, რაც რა თქმა უნდა პოზიტურ გავლენას მოახდენს კრიპტო ბაზარზე და ფუნდამენტალურად გვაქვს, მწვანე გვაქვს ანთებული, ესე ვთქვათ, რა თქმა უნდა, ადრე არის ამ ყველაფრის საუბარი, მაგრამ უკვე შეგვიძლია რომ ვთქვათ, რომ ანუ ყველაფერი კარგად მინდის და ესე ვთქვათ, ტექნიკურად ხო, ანუ ყველაფერი გამოიყურება იდეალურად. მოდი გადავხედოთ მეგობრებო ჯერ ბიტკოინს და აი ამაზე proper price action-ი რა კიდე. აი ვერ ხვდები, ანუ იმიტომ ვთქვი წინაზე, რომ ეს იქნება ანუ ეს არის რასაც ქვია last defense zone, ანუ აქ გვაქვს last defense zone. და ანუ აქ ქვემოთ კიდე შეიძლებოდა, ანუ ძალიან უძლური ყოფილიყო ბაზარი, აქ ქვემოდან შეიძლება კიდევ ესე ვთქვათ, აიღო ლიკვიდობა და ანუ დღესდღეობითაც შესაძლებელი არის და არ გამიკვირდება, რომ აქედან აიღოს ლიკვიდობა, მაგრამ ხედავთ, რომ ბაზარი ახლა ძლიერად გამოიყურება, ეს ადგილი შეავსო და ანუ მე ყოველთვის იმას ვამბობ, რომ როცა შენ ინვესტიციას აკეთებ, თუ უყურებ რაიმე ლეველს, ანუ არ უნდა ეცადო, რომ ბოდემი და რაც არ უნდა ეცადო, რომ აი აქ იყიდო. არავითარ შემთხვევაში უნდა ეცადო, რომ აქ იყიდო, ესე ვთქვათ, დაყო შენი ინვესტიციები, აქ იყიდო მაგალითად და ასე შემდეგ. მე თუ მაგალითად აი ამ ბოქსში უყურებ, ანუ არ ვაკეთებ ხოლმე, რომ ცოტა აქ ვიყიდო, ამას არ ვაკეთებ ხოლმე, მით უმეტეს ბიტკოინის შემთხვევაში, იმიტომ რომ პროცენტულობით ძალიან ესე ვთქვათ, დიდი ახლა აქ ხედავთ, რომ 7-8%-ია, მაგრამ პროცენტულობით ძალიან დიდად არ განსხვავდება ხოლმე, ამიტომ ერთჯერად დავტყიდულობ ხოლმე. თუ ესეთი ბოქსი მაქვს ხოლმე დახაზული, ამიტომ არასდროს არ უნდა ეცადო, რომ აი ბოლო, ესე ვთქვათ, ყველაზე დაბალფასი იყო, იმიტომ რომ მინდა გითხრა, რომ არასდროს არ გამოგივა ეგ, არავის არ გამოდის და 1000 ერთხელ თუ გაგიმართლა, ანუ ეგეც გამართლებაზე არის რა თქმა უნდა და მაგას ისევ გიჩვენ, რომ კაზინო ითამაშო. ნუ მოკლედ, ის ფაქტი გამართლდა, რომ ეს იქნებოდა შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე იაფი და ყველაზე ესე ვთქვათ, ბოლო შანსი გექნებოდა იმისთვის, რომ იაფად გეყიდა ბიტკოინი, რა თქმა უნდა, შეიძლება որ ფასი კიდე ქვემოთ წამოვიდეს, როგორ არა, მაგრამ მე იქ ვამბობდი, რომ ასე ვთქვათ, თუ ეს ლეველი დავკარგეთ, მაგ შემთხვევაში ბაზარი ძალიან ცუდად იქნებოდა ტექნიკურად, რაც რა თქმა უნდა არ იქნებოდა სასურველი, იმიტომ რომ ბიტკოინი არის უკვე too big to fail. ამიტომ მე არ მოველოდი, რომ ქვემოთ ჩამოსულიყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ეგ სცენარიც იყო, არ გამოურიცხე, ანუ როცა ინვესტიციას ვაკეთებთ და ტრეიდინგი არის, რა თქმა უნდა, არაფერს არ გამოირიცხავ ხოლმე. მაგრამ ხედავთ, რომ ეს ყველანაირად გამართლდა. ეხლა ერთადერთი, რაც უნდა მოხდეს ტექნიკურად, რომ ეს ყველაფერი დადასტურდეს, არის ის, რომ ჩვენ გავარღვიოთ აი ეს ლეველი, ეს დროპ-ოფი მინდა გავარღვიოთ. ანუ პირველი გვაქვს, რა თქმა უნდა, ეს დროპ-ოფი, მაგრამ მე მინდა, რომ ეს ორივე გავარღვიოთ, იმიტომ რომ ეს უფრო იქნება, ესე ვთქვათ, პოზიტიური და ეს იქნება უფრო სიძლიერის მაჩვენებელი. მინდა ვთქვათ ის, რომ ნუ აქ ეხლა ვხედავთ ლოკალურად, რომ ანუ აქ გქონდა rejection-ი დავარეჯექტე და ნახეთ ხლა ისევ ანუ არ არის აუცილებელი რომ რაღაცეებს ძალიან ძნელად შეხედო ხომ? ანუ გვაქვს დაღამავალი ტრენდი, lower და lower high-ები, გვაქვს აქ ესე ვთქვათ ეს drop-off-ი და შემდეგ ნახეთ ბაზარი რას აკეთებს, გვაქვს ესე ვთქვათ high დავარეჯექტეთ, რაც ნიშნავს იმას რომ ტრენდს ვაგრძელებთ ქვემოთ, ანუ ლოგიკური შემდეგი ლოგიკური სცენარი არის რომ გავაკეთოთ lower low, მაგრამ ხედავთ რომ ის შეჩერდა ესე ვთქვათ, high-ზე, ანუ გააკეთა higher low, შემდეგ ჩვენ გავარღვიეთ IS high, მაგრამ ეს drop-off-ი ჯერ კიდე დავარეჯექტეთ, გავაკეთეთ აქ კიდევ higher low და ეხლა რას ველოდები? ეხლა ველოდები რომ გაარღვიოს ეს მთლიანი drop-off-ი და ესე ვთქვათ, აქეთ ესე იქნება კიდევ კარგი swing შესასვლელი და თუ გავაკეთეთ ეს და გაირღვა ეს level, რა თქმა უნდა მე ვატარგეტებ აი ამ level-ს, ეს არის პლუს-მინუს 100,000 დოლარი, რა თქმა უნდა სანამ ამ 100,000-ზე ამოვა, უნდა გაიაროს 100,000 დოლარიანი ასე ვთქვათ, ლეველი, რომელიც არის აი აქ და ხედავთ, რომ აქ ასე ვთქვათ, ლეველებზე იდეალურად კონფირმირდება, რომ აქაც არის რაღაცა ლეველი,
მაგრამ ეს ლეველი უფრო მოწონს და ვატარგეთ $100,000-საც. რა თქმა უნდა, განნიშნავს იმას, რომ მთელ ესე ვთქვათ, ჩემ პროფიტს მხოლოდ და მხოლოდ აქ გავყიდე, რა თქმა უნდა, აქაც გავყიდი და აქაც გავყიდი, იმიტომ რომ ორივე ლეველი არის ლეგიტიმური. რაც შეეხება ამ დახაზულს, მეგობრებო, აი აქ ხედავთ, რომ ეს დროპ-ოფი არის. აი ეს დროპ-ოფი, შემდეგ ეს ჰაი გვაქვს და არის ეს ჰაი და შემდეგ ეს ჰაი, რა თქმა უნდა, გავარღვიეთ და გავაკეთეთ higher low და ახლა მე მინდა რომ ეს ტრენდი დადასტურდეს და ეს დადასტურდება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაკეთებთ აქ higher highs და შემდეგ უკვე იქნება ის, რასაც მინდა გითხრათ, რომ არავინ არ მოელოდა ჩემს გარდა, ხმამაღლა ვიტყვი ამას, იმიტომ რომ როცა ყველა ტიროდა, რომ დავეწავედით bear market-ში, უნდა გაგეყიდა, უნდა იფიქრო ახლა გამოსვლის გეგმაზე, bla 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 bla, ყველა რო პანიკაში ატყდა. ანუ ჯერ ტექნიკურად მე ისედაც ვიცოდი, რომ აქ იქნებოდა იდეალური ადგილი იმის რომ გვეყიდა, იმიტომ რომ ბიტკოინი ანუ თუ იცნობ, აი ბევრი ლაპარაკობს ბიტკოინს ვიცნობ და ვიცი რასაც ვაკეთებ და აი დიდი ხანი ვარ ამ ბაზარზე და ასე შემდეგ, ანუ მინდა გითხრათ, რომ ის დიდი ხანია ბაზარზე, არასდროს არ აქვს. ანუ ეგეთი ხალხი ვინც ეგრე ლაპარაკობს, ისინი ფულს ვერ აკეთებენ. აი დიდი ხანი ვარ ბაზარზე და ის გამოვიარე, ძალიან ბევრი ხალხი და ვინც მართლაც შეიძლება და თავიდანვე ბიტკოინის დასაწყისშივე იყო ძალიან ესე ვთქვათ ბიტკოინში და გამოიარა ბულ მარკეტებიც, ბერ მარკეტებიც და კი მან ფული გააკეთა, იმიტომ რომ მიაფად გონა ბიტკოინი ნაყიდი, მაგრამ დღესდღეობით ის ვეღარანაირ ფულს ვეღარ აკეთებს, იმიტომ რომ არ იცის რას აკეთებს. ადრე გავუმართლა რა თქმა უნდა რომ ბიტკოინი აფიღირ და იყიდა, გააკეთა ფული და თავი გონია რომ მას გონია რომ ამის გამეორება შეუძლია. და ხშირ შემთხვევაში ისინი უბრალოდ ლაპარაკობენ, არც არაფერს არ აკეთებენ ხომ? და მე ზუსტად მაშინ ანუ ტექნიკურად ჯერ ხომ მქონდა პირველი დადასტურება, რომ ეს იყო ერთ-ერთი იდეალური ადგილი იმის რომ გვეყიდა. ანუ მე სულელი ხომ არა ვარ, ანუ აქ ვიყიდე ბიტკოინი რიტესტი, ანუ აქ რო დავაფიქსირეთ, მოგება ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დევს YouTube ვიდეოებში, აქ ვიყიდეთ, შემდეგ აქაც ვიყიდეთ დაბალზე, შემდეგ აქაც ვიყიდეთ დაბალზე, შემდეგ აქაც ვიყიდეთ დაბალზე, ანუ მე გამბლინგით არ ვარ დაკავებული, რომ ფასი პირდაპირ აქ ჩამოვან, აქ გატესტავს და მე რეწავა მაღლა, ხო? ანუ შენ როცა ხარ ინვესტორი, შენ განიხილავ კარგ შესვლის ადგილებს და რო განიხილავ, ესე ვთქვათ, ეს არის ჩემი გეგმა და მივყვები. ანუ ფასი აქ რო იყო და დიდგულზე რო ვიყავი და აქ რო ვსვავდი, აქ რო ვდებდი, ესე ვთქვათ, ორდერებს, ეგ იყო ჩემი გეგმა, ხო? ანუ ფასი აქამდე თუ ჩამოვიდოდა, რა თქმა უნდა, შემივსებდა ამ ორდერს და всё. ანუ ბედნიერი ვიქნებოდი, ხო? იმიტომ რომ როცა ფასი აქ არის, ხომ ყველა ამბობს, რომ აი ნეტა აქ ჩამოვიდეს და ნეტა ის გააკეთოს და აი აუცილებლად ვიყიდე და აქ რო ჩამოვიდეს, ყველა პანიკდება. აქ რო ჩამოვიდეს მსოფლიო ირევა და რა ვიცი, მესამე და მეოთხე მსოფლიო ომი ერთდროულად იწყება და ყველას ეშინია და ბერ მარკეტში გადავდივართ, ხო? ანუ პირველი ტექნიკური იყო ჩემი, ესე ვთქვათ, დამადასტურებული საბუთი, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი საყიდლად, რა თქმა უნდა, ორდერიც მიყიდა და მეორე უდიდესი, ანუ მეორე არის ყველაზე დიდი კონფირმაცია, რაც შეიძლება ადამიანს ქონდეს, არის პანიკა. ანუ ყველა პანიკაში იყო, დიდი ინვესტორები, ვითომ და ინფლუენსერები, ვინც დიდი ხანი არიან ბიტკოინში და ყველაფერი აქვთ გამოვლილი და პორტფოლიოებს მართავენ და ძალიან მაგრები არიან და ანუ ისინი რო გეუნებიან, უნდა გამოხვიდე და bla bla bla. ზუსტად მაგ დროს უნდა შეხვიდე ხოლმე. თან ესეთი ადამიანები ლაპარაკობდნენ ამაზე, ანუ ვინც ძალიან დიდი ხანი არიან ინვესტიციებში და ანუ მიკვირდა და ანუ როცა ხედავ რომ ყველას არ აქვს მნიშვნელობა რა დონის ტრეიდერი ან ინვესტორი ეს, როცა ხედავ რომ ის არის პანიკაში, ზუსტად მაშინ უნდა გააკეთო შენს ინვესტიცია. რა თქმა უნდა არ არის სულელური და არ არის ესე ვთქვათ ორიგო რომ შენ ექსტრა კეშზე იყო და დააფიქსირო მოგება, მაგრამ ფასი რო აქ ჩამოდის ან ფასი რო აქ ჩამოდის და ვიღაცა გეუბნება მოგების დაფიქსირებაზე, უკვე დაგვიანებული გაქვს შენ მოგების დაფიქსირება. აქ უნდა იყიდო, მოგება უნდა დაგაფიქსირებინა აქ, მოგება უნდა დაგაფიქსირებინა აქ, რა თქმა უნდა ამ ჰაიებს ვერ განსაზღვრავდი, მაგრამ შენ თუ გქონდა აქ ნაყიდი, ანუ თუნდაც აქ დაგაფიქსირებინა მოგება, ანუ აქ თუ გაქვს ნაყიდი ბიტკოინი, აქ დაგაფიქსირებინა მოგება, აქ დაგაფიქსირებინა მოგება. მაგრამ როცა აქ აქვს ნაყიდი და ფასი ისევ აქ ჩამოდის და აქ აფიქსირებ მოგებას, რა თქმა უნდა არის უდიდესი სისულელე, ხო? ნუ მოკლედ მეგობრებო, ეს ბიტკოინს, ანუ იდეალური რიტესტი გააკეთა, ის რო გადავიმეოროთ. გვინდა ამ ლეველის გარღვევა, ამ ლეველს რომ გავარღვევთ. ჩემი პირველი ტარგეტი არის $100,000, შემდეგი არის $110,000 და მოდი გადავიდეთ კვირაზე, ანუ კვირაზე რა თქმა უნდა $115,000 რომ გავარღვევთ, მაგ შემთხვევაში ჩვენ გვექნება fair work-ი, მაგრამ double time frame-ზე ნახოთ რა გვაქვს აქ. double time frame-ზეც 109,000 არის კარგი ლეველი, ამას თუ გავარღვევთ, კი, შემდეგ 180-ს დავარეჯექტებ და მე უკვე ის იქნება გადამწყვეტი. ეგ თუ გავარღვევთ, მე უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიხილავთ ახალ all time highs და წარმოიდგინე ახლა რომ
ანუ არავინ არ იცის, არც მე არ ვიცი და საერთოდ არავინ არ იცის, აქედან ბიტკოინი გააკეთებს თუ არა მაღლა ზრდას და გააკეთებს თუ არა ახალ all-time highs, მაგრამ ყოველთვის იმას ვამბობ ხოლმე, რომ ნუ უყურებ all-time highs გააკეთებას. ანუ მე ახლა ორდერები რო შემივსვამ, მე საერთოდ არ უყურებ all-time highs. მე უყურებ მაგალითად 105.000-მდე, 110.000-მდე მე რამდენ პროცენტ მომგებას გავაკეთებ და წარმოიდგინე ახლა აქ ქვემოდან რომ მივიყიდო, ხო? მივიღოთ აქ 100.000-მდე, წარმოიდგინე თუნდაც 15% იყოს ყველა შემთხვევაში, ხო? 15%-იან მოგებას რო გავაკეთებ რამოდენიმე თვეში, რა თქმა უნდა არის იდეალური, ხო? და ანუ რა თქმა უნდა, ჩემ თლიან პოზიციას არ გავაკეთე, ხო? აქ შეიძლება დავაფიქსიროთ 15% და შეიძლება $100,000-ზე დავაფიქსიროთ 15% და ჩემი პორტფოლიოს ან ჩემი საფულეს 30% მქონდეს გაყიდული და ვიჯდე cash-ზე, ხო? და შემდეგ ნახე 70% გააკეთებს all-time highs თუ 1x თუ 2x, ეგ უკვე მე აღარ მაინტერესებს, იმიტომ რომ მე ვზივარ, ესე ვთქვათ, ჩემი ისკები არის შემცირებული, თუ ფასი დავარ და იმ გაყიდული დაფიქსირებული მოგებით ვიყიდე ისევ ბიტკოინს და წარმოიდგინე ახლა როცა აი იმიტომ არის ეს ყველაზე მაგარი რამ მეგობრებო და აი ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ ნახეთ ახლა ტოტალურად მე მაქვს 928 € მოგება. ანუ წარმოიდგინე და ჩვენ დავიწყოთ რამდენი უცბად რო გადავხედო, აპრილში დავიწყეთ ჩვენ ინვესტიცია. აპრილის შემდეგ ესე ვთქვათ, ჩვენ ვართ რა თქმა უნდა. გადავიდეთ ისევ აქეთ. სად არის აპრილი, სექტემბერი, თებერვალი, მარტი, აპრილი. ნუ წარმოიდგინეთ ახლა ისევ აპრილი რომ ავიღოთ, ჩვენ ვართ ისევ წაგებაში. ანუ ნახეთ ახლა რა ხდება. აი ახლა უნდა გიხსნათ ძალიან მაგარი რაღაცა მეგობრებო და ეს არის ზუსტად ის მაგია, ეს არის ზუსტად ის რასაც თქვენ ვერავინ ვერ გასწავლთ. ანუ არ მინდა მე ახლა თავი შევიკო, მაგრამ ეს არის უბრალოდ ფაქტები, ხო? დავიწყეთ აპრილში შესყიდვა. აპრილი, ნუ მაისში შევიწყდეთ, წარმოიდგინეთ რა ძვირად ვიყიდეთ, ხო? მაისში შევიძინეთ, ივნისში შევიძინეთ, ივლისი ნახოთ, ივლისში შევიძინეთ აქ ძვირად. ივლისი, აგვისტოში შევიძინეთ, ნახეთ, აგვისტოში შევიძინეთ all-time highs. წარმოიდგინეთ all-time highs-ზე ვიყიდეთ ბიტკოინი და ეთერიუმი. შემდეგ ვნახოთ სექტემბერი, ვნახოთ. ნუ სექტემბერი ვთქვათ რომ კორექციაზე ვიყიდეთ. ოქტომბერი აქ ვიყიდეთ. ნოემბერის დასაწყისში აქ ვიყიდეთ. და ხო, და ახლა დეკემბერში მეგობრებო აი აქ ვიყიდეთ. ანუ წარმოიდგინეთ 1 2 3 4 5 6 7 თვე ვყიდულობდით ძალიან ძვირად და იმ 7 თვის მერე ჩვენი შესყიდვებიდან all-time low-ზე არის ბიტკოინი და ეთერიუმი. წარმოიდგინეთ all-time low-ზან პირველ შესყიდვაზეც აქედან აპრილში აპრილიდანაც რომ ავიღოთ ისევ low-ზე ვართ. ანუ წელს თუ ნავიღოთ ახლა წაგებაში, ხომ ჩვენ სულელურად რომ გავუკეთებინ ინვესტიციები თან. ანუ ერთჯერადად რო გაგვიკეთებინა აქ ინვესტიცია, მაინც წაგებაში ვიქნებოდი დღესდღეობით ან ბრიკ-ივენში ყველაზე კარგ შემთხვევაში და დეციათი, ვინც უბრალოდ დეციას აკეთებს, ხო? ისიც ძალიან დიდ წაგებაში იქნებოდა, იმიტომ რომ ვინც აქ იყიდა ჩოლებრივი დეციათი, ის იქნებოდა რა თქმა უნდა წაგებაში, ხო? იმიტომ რომ 1 2 3 4 რამდენი თვე იყიდე ძალიან ძვირად და დღესდღეობით იქნებოდი თუ აქედან ყველა სულ შემთხვევაში თუ ავიღებთ აქ თუ იყიდე 25%, მაგრამ მოდი ახლა საშუალო ავიღოთ, ნუ გავა იმას ვიზავთ, ვთქვათ რომ პლუს მინუს 15-დან 20% წაგებაში იქნებოდი, ხო? როცა ჩვენ ამ სტრატეგიით წარმოიდგინე 1000 ევროიან დავამგვალთ 1000 ევროიან მოგებაში ვართ. რაც რა თქმა უნდა არის, არ ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შედევრი. ნახოთ პროცენტულობით თუ შეგვიძლია, ნახოთ პროცენტულობით ვერ ხედავთ, მაგრამ არის რავი, იდეალური შედეგი, ამაზე კარგ შედეგს მე არ ვიცი სადადებდი, მით უმეტეს როცა ჩვენ ყველგან ვიყიდეთ all-time high-ებზეც ვიყიდეთ და ანუ აი ზუსტად მაგას ვამბობ ხოლმე რომ ის ადამიანი ვინც ამბობს რომ უბრალოდ ლაპარაკობს რომ აი 25 დეკემბერს ის მოხდება და მომავალ შემდეგ ის დაუნტრენდი გვექნება ან ბერ მარკეტი გვექნება ან ბერები გაცოცხლდებიან და ისინი დაიძინებენ და ის აღდგება და გადააღდგება. აი ეგეთი ადამიანები ვინც ეგეთ სისულელებს ლაპარაკობენ ფულს ვერ აკეთებენ. აი ფული როგორც კეთდება მე განახებთ აი ზუსტად ლაივში განახებთ ხო ამაზე კარგი ინფორმაცია საერთოდ უნდა იყოთ. აი მეც რაზეც ვიოცნებობდი ესე ვთქვათ როცა მე დავიწყე ინვესტიციები რომ ესეთი რაღაცა მენახა რომ ვიღაცას ესე მართლა ლაივში გაეკეთებინა ინვესტიციები. და ენახებინა რომ აი all-time high-ზე ყიდულობს ადამიანი, მაგრამ მაინც ფულს აკეთებს. ხო ეს არის საოცრება, ეს არის ეს გამახსენდა ის რეკლამა
ქალი რო ამბობდა რომ ამდენი სტავარი მაქვს და ამდენი ნისია მაქვს გაცემულიო თუ რაღაცა და ფოკუსნი კი არა ვარო. ანუ წარმოიდგინე. ძალიან მაგარი რაღაც. ხო და ახლა წარმოიდგინე. ეხლა ვართ $1000 მოგებაში და ეს რო გააკეთეს ესე ვთქვათ 15-20%-იან მოგებას, ანუ თუნდაც ეთერიუმი. ნუ სანამ ეთერიუმზე გადავალთ, მეგობრებო, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, აქ ლოკალურად უკვე გამოჩნდა რაღაცა, ანუ გვაქვს აქ low, გვაქვს აქ lower high, ამ high-სთან შედარებით, ანუ drop-off-თან, მაგრამ გვაქვს higher high და higher low, higher, ასე ვთქვათ, higher low და higher high ამ high-სთან შედარებით, ახლა კიდე გავაკეთეთ higher low. ახლა რაც გვინდა ჩვენ რომ გავფუშოთ მაღლა retest-ი და წავიდეთ მაღლა, ან თუნდაც არ გააკეთოს retest-ი, წავიდეს მაღლა, იმიტომ რომ აქ ვისაც ეშინოდა, ხშირად ხდება ხოლმე რომ ვისაც ეშინოდა აქ ყიდვა, მათ აღარ ეძლებათ ხოლმე ესეთ დროს შანსი რომ იყიდონ და ბაზარი მიდის ეგრევე მაღლა ხოლმე. ამიტომ ეგეც სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ახლა რაც მინდა მე დავინახო არის სიძლიერე, მინდა გავარკვევთ ეს და მაგის მერე უკვე შეგვიძლია ვთქვათ რომ იქნება firework. გადავიდეთ ახლა მეგობრებო ეთერიუმზე. ეთერიუმი უფრო ძლიერად გამოიყურება, მინდა გითხრათ ვიდრე ბიტკოინი. გადავიდეთ. აქეთ, ну, რა თქმა უნდა, ეთერიუმსმა უფრო დიდი ვარდნაც გააკეთა, ეთერიუმმა გააკეთა. მოდი, კარგად გავზომოთ. კაი, 45%-იანი დავანკვალოთ. კორექცია გააკეთა, ბიტკოინი ვნახოთ all time high-დან. ბიტკოინი 35%-იანი კორექცია პლუს მინუს. ეთერიუმზე ვხედავთ რომ აქ გქონდა front run-ი. ეთერიუმზეც მე რა თქმა უნდა ყველა ორდერები შემივსო, იმიტომ რომ აქ ყველაზე დაბალი მასე არ ვცდილობ ხოლმე, როცა ტრეიდს იღებ შეგიძლია რომ აქ ყველაზე დეფენსიური აიღო, თუნდაც აქ აიღო, მაგრამ ესე ვთქვათ ეთერიუმზე მქონდა მე ეს ლეველი, იმიტომ რომ ეს drop-off-ი მომწონდა ძალიან. და levels რომ გადაიყვანეს ვთქვათ, ხედავ რომ ეს ჰაიც იდეალურად გაიზრდა, ამიტომ ჩემი ორდერიც აქ შევსვი და ეთერიუმზეც რა თქმა უნდა ყველა ორდერები მაქვს შევსებული მეგობრებო და რატომ უფრო ეთერიუმი უფრო ძლიერად გამოიყურება, იმიტომ რომ მან გაარღვია ეს drop-off-ი. რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა რომ ეს drop-off-ის გაერღვია, მაგრამ ამ drop-off-ის გარღვევაც არის ძალიან კარგი, პლუს ამას მან გააკეთა ეს ვთქვათ low, high, higher low, higher high, higher low და ეს higher low რო დადასტურდეს, ჩვენ გვჭირდება higher high ამ drop-off-ის გარღვევა, შემდეგ რა თქმა უნდა დაარეჯექტებს სავარაუდოდ აი ამ level-ს, აგვექნება ინტერაქცია, სადაც მე მოვუძებნი shorts-ს, თუ გავარღვევთ ეს მოვუძებნი longs. ტარგეტი იქნება აქამდე, თუ short-ი ავიღე, ტარგეტი იქნება აქამდე, ანუ გავტესტავთ ამ level-ს, გავტესტავთ ამ level-ს. გადავიდეთ weekly-ზე, რას ხედავთ კი, ანუ ამ level-ს უყურებ მე და აქ დავაფიქსირებ, ესე ვთქვათ, ძალიან კარგ მოგებას. ამის კონფირმაციებით შეგვიძლია მოდი წავშალოთ რომ დავინახოთ რა ლამაზი კონფირმაციები ესე ვთქვათ არის აქ ნახეთ იდეალური კონფირმაციები 1 2 3 აქ დეილიზეც გვექნება რამე 4 5 ნუ ეს ვიკები და ლიკვიდობები ანუ სრულიად შესაძლებელი არის ნუ რასაც ანუ ბრმათაც ვხედავ ხოლმე ესე ვთქვათ დაბალ time frame-ზე, მაგრამ იმიტომ ყოველთვის რომ მაღალ time frame-ზეც გავაკეთოთ ყოველთვის ანუ დავადასტუროთ ეს ყველაფერი და ვხედავთ რომ აქაც არის ლამაზი ვოლუმენოდი, რომელიც შეიძლება გაიტესტოს აქ თუ დაბალ time frame-ზე რა დღიურზე, მაგრამ ლოკალურად თუ შევძელით ამ level-ის მთლიანად გარღვევა. რა თქმა უნდა one go-ში არ იქნება ეს ყველაფერი და ერთჯერადად არ გადასტავს, აქ შეიძლება გქონდეს როგორც ეღან დავნიშნე. ინტერაქცია, იმიტომ რომ ხედავთ. აქაც ლამაზი ლეველი არის, ეს არის ის წერტილი, რომელმაც აგვიყვანა all time high-ზე, ამიტომ აქ რომ ინტერაქცია ქონდეს, არ იქნება სიგიჟე, მაგრამ ეხლა რომ ავიღოთ, ანუ თუ აქ იყიდე შენ, აქ წარმოიდგინეთ, ეხლა ისევ ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ხო, ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, მოდი ვნახოთ რამდენ ხანში. პლუს მინუს 20 დღეში. მაგრამ მოდი ავიღოთ რომ ეს გაგრძელდეს 3 თვე, პლუს მინუს. ახლა შეიძლება დაბალი ვოლუმე იყოს, იმიტომ რომ არ დადაგები იწყება და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ თუნდაც 3 თვე ავიღოთ, თუნდაც 3 თვე გაგრძელდეს ეს ყველაფერი, ხო, აი წარმოიდგინე. ვთქვათ რომ აქ ყველაზე დაბალ ფასად არ იყიდე, მაგრამ ვთქვათ რომ აი აქ იყიდე სადღაც, ხო, აი პლუს მინუს ავიღოთ. წარმოიდგინე ახლა 20%-იანი ზრდა. აი 20%-იანი ზრდა. სულ რაღაც რამოდენიმე თვეში და შემდეგ ყველაზე კარგ შემთხვევაში პლუს მინუს 25%-იანი ზრდა და საუკეთესო შემთხვევაში ეს თუ გავარღვევთ მეგობრებო, მინდა გითხრათ რომ all time high კი არ გვექნება ძალიან დიდი ზრდა.
ადამიანებს შეიძლება იმის თქმაც შერცხვეთ, რომ აი all time high არის, ეს all time high არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ, რა ვიცი, ძალიან დიდი ექსპანსია იქნება, იმიტომ რომ ჩვენ weekly-ზე თუ გავარკვევთ, მეგობრებო, ეს ლეველი იქნება ძალიან დიდი სიგიჟე, ამიტომ თუ ეგეც ზევიდან დაემატა, რომ ამ პროცენტებს, რასაც აქ მანამდე გააკეთებ, ეს ვთქვათ 20%-ს, ესეც თუ დაემატა ამის გარღვევა, მაგ შემთხვევაში აი შეიძლება მართლა ეს რომ გეღაცა. შეიძლება მართლა ესე ვთქვათ, ძალიან გული დაგწყდეს, რომ იაფად არ იყიდი, აი როცა ფასი აქ ჩამოვიდა, იმიტომ რომ როცა ფასი აქ ჩამოვიდა, ვიცი, ყველა პანიკდება და ზუსტად მაშინ ვაკეთებ ხოლმე მეც ფულს, იმიტომ რომ ანუ ჩემს გარდა აქ არ ვიცი, ვინმე მიყიდეთ, საერთოდ დამიწერეთ კომენტარებში, ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს ლეველები მქონდა მე შემოხაზული. პლუს ამას ეთერიუმზე რაც ძალიან მომწონდა მე იყო აი ეს ბოქსი. ძალიან დიდი ხანი ვიყავით ამ ბოქსში და არც ერთმა პრეის აქშენმა ესე ვთქვათ ეს ბოქსი არ და იგნორა ესე ვთქვათ და როცა ფასი მოდიოდა ამ ბოქსში ყოველთვის ჰქონდა ესე ვთქვათ ინტერაქცია. გინდ ბოქსის გაერდან, გინდ ბოქსში შიგნიდან, გინდ ესე ვთქვათ გინდ აქედან, გინდ მაღლიდან და გინდ ბოქსში შუაში. ანუ ხედავთ აქ რომ ინტერაქცია ჰქონდა ბოქსის მაღლთან მხარე აქ ნახეთ. ამდენი ინტერაქციები ქვემოთ მაღლა ინტერაქციები აქ შუაშიც ჰქონდა ინტერაქცია ესე ვთქვათ range widget-ით აქაც ხედავთ რომ გაიტესტა თუ არა ეგრევე ექსპანსია მაღლა ანუ ეთერიუმის პრეს აქში ძალიან მომწონდა ამიტომ არ ვიცი რატომ არ უნდა გეყიდა აქ იმედია ესე ვთქვათ ვინც მე მომყვება რა თქმა უნდა არ არის ხოლმე ეს ასე ვთქვათ ფინანსური რჩევა მაგრამ ზუსტად ეგ არ მიყვარს ხოლმე ადამიანებში და იუთუბერებში და ვითომ და ინფლუენსერებში რომ ამობენ აი არ არის ფინანსური რჩევა. თუ არ არის რატომ აკეთებ ხო? და რასაც მე ვაკეთებ ეს არის უბრალოდ სიტყვები ხო ამ ყველაფერს განახებთ ლაივში თუ როგორ ვაკეთებ მე ინვესტიციას იმიტომ რომ მე როცა რაღაცას ვაკეთებ მithumetes როცა ეს ეხება ფულს მე ვფიქრობ სხვისი ჯიბით მე ვფიქრობ თქვენი ჯიბით. წარმოვიდგენ თავს რომ აი ყველამ შეიძლება იმდენი არ ეწოდეს რამდენიც მაგალითად მე ვიცი ან შეიძლება რომ თქვენ ჩემზე მეტიც იცოდეთ ხო? ყველაფერი არის შესაძლებელი მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ვიფიქრო მაყურებლის ფიქრით და ვიზუნო იმაზე რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგი გააკეთოს ხო? და ამ ყველაფერს ვაკეთებ რა თქმა უნდა მეც ჩემი ფულით ხო? იმიტომ რომ არ მიყვარს ხოლმე რომ აი არ არის ფინანსური რჩევა, აი უბრალოდ ჩარტებს დაიჭერენ და აი აქ ყიდვა, აქ გაყიდვა და რო არაფერს არ ანახებენ, ხო? ანუ $100-ით მაინც მანახე რომ ამ ყველაფერს აკეთებ, ხო? იმიტომ რომ ვინც უბრალოდ ლაპარაკობს და ბლა 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 ის არასდროს არ აკეთებს ფულს, ხო? უბრალოდ დამანახე, იმიტომ რომ ინვესტიცია და ტრეიდინგი არის ფაქტები, ანუ მე არავის არ ვინდობი სიტყვაზე, მეტყვით როცა ფულთან არის საქმე დაკავშირებული, ხომ აი მე ფულს ვაკეთებ, ან რო დებე ხოლმე სკრინშოტს რომ ამდენი გავაკეთე, იმდენი გავაკეთე, მოდი პენელი დამიდე. ან მანახე ესე ვთქვა თუ ინვესტიციებს აკეთებ, შენი ყოველწლიური ზრდა, ყოველწლიური, ანუ არ არის აუცილებელი რომ ყოველ წელს მოგება გააკეთო, ხო? მაგრამ ანუ მანახე რომ შენ მართლა აკეთებ ამ ყველაფერს რა. ზუსტად ამიტომ არის მეგობრებო ეს ყველაფერი. ასე ვფიქრობ მე ახლა ბიტკოინზე და ეთერიუმზე მეგობრებო, ანუ იდეალურად გამოიყურებიან ორივე, რა თქმა უნდა ეთერიუმი ახლა ამ ლეველს არ ეჯექტებს და ანუ თუ გავარკვევთ ეს ყველაფერი დეილიზე, კი ბატონო დეილიზე არის ეს დროპ-ოფი. თუ გავარკვევთ ეს ყველაფერი პირველ რიგში აქ ამას გავტესტავთ და შემდეგ უკვე ამას გავტესტავთ, სადაც მე რა თქმა უნდა დავაფიქსირებ მოგებებს რაც შეეხება ვერცხლს მეგობრებო, ნუ ოქროზე. ოქრო არის, ნუ ოქრო და ვერცხლი არიან მეგობრებო დღევანდელი ალტკოინები. თუ ვინმე რაიმე ალტკოინს ეძებს, ეს არის ოქრო და ვერცხლი. ანუ რა თქმა უნდა ოქრო 5x და 10x აღარ დადებს, მაგრამ ანუ გიჟივით მიდის მაღლა. როგორც ალტკოინები მიდიოდნენ მაღლა და ესე ვთქვათ ყველას ფომო ქონდა, იგივე ვხედავ ახლა მე ზუსტად ოქროზე. ნუ ოქროზე ვთქვათ რომ გავაკეთოთ მეგობრებო ანალიზი ძალიან დიდხანს არ შევჩერდები აქ, ნუ პირველ რიგში რაც მინდოდა მე იყო ამ დროპ-ოფის გარღვევა, ხედავთ რომ აი, იმიტომ ხოლმე კიდევ აქაც დავუმატებ რომ არ აქვს მნიშვნელობა ოქროზე ვაჭრობ, ბიტკოინზე ეთერიუმზე, ვერცხლზე თუ ფორექსზე არ აქვს მნიშვნელობა, პრაის აქშენი არის ყველგან ერთი და იგივე. ქონდა დროპ-ოფი, გავარღვეთ ეს დროპ-ოფი, მოხდა რიტესტი, გავაკეთეთ შემდეგი პუში. გავარღვეთ ეს ჰაიც, რა თქმა უნდა დავარეჯექტეთ აქ აი ეს ლეველი 4 საათიანზე ხედავთ. აქ ქონდა ესე ვთქვათ ლიკვიდობები, ვნახოთ 1 საათიანზე თუ დავინახავთ რაიმე ლეველს. აი ეს დროპ-ოფი გავტესტეთ რამოდენიმეჯერ.
ტყუილი უბრალოდ არ გაჩერდება, იმიტომ ყოველთვის რომ ტყუილი უბრალოდ ბაზარი არ ჩერდება იქ და ფასი არ ჩერდება იქ, სადაც ჩერდება. ну, მოკლედ, გავარღვიეთ ეს, გავუტესტეთ ეს, იყო იდეალური შესვლის ადგილი, შემდეგ გავარღვიეთ აი ეს drop-off-იც, ეს high-ც გავარღვიეთ, ანუ გარღვევათ ითვლება, სად შეიძლება ახლა ბაზარი გაიტესტოს, მე ველოდები რომ გაიტესტოს აი ეს ადგილი, ველოდები აქ ფასში, ოღონდ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ პირდაპირ, ანუ საინვესტიციოდ, რა თქმა უნდა, შეიძლება აქ შესვლა, მაგრამ მე ტრეიდისთვის მინდა, ტრეიდებისთვის, ამიტომ პირდაპირ აქ შესვლა ჩემთვის არ არის საინტერესო, იმიტომ რომ რევარდი უკვე გაქრა, ჩემთვის აღარ არის რევარდი საინტერესო, იმიტომ რომ აქ თუ შევედი ტრეიდში ვატარგეტებ, რა თქმა უნდა, აი ამ ჰაის, ხო, ამიტომ ჩემთვის რევარდი არ არის საინტერესო, მაგრამ თუ აქამდე ჩამოვიდა ბაზარი, რაც სრულიად შესაძლებელი არის, კორექცია თუ მოხდა აქამდე, მაგ შემთხვევაში ვიქნები დაინტერესებული ლონგების ასაღებად, იმიტომ რომ ჩემი რევარდი იქნება აქამდე. პირველ take profit-ი აქამდე, მეორე take profit-ი აქამდე, ამიტომ ჩემი რევარდი იქნება ძალიან კარგი და downside-ი იქნება მინიმალური, რაც რა თქმა უნდა არის კარგი, ტრეიდერს ზუსტად ეგ უნდა. თუ ჩამოვარღვიეთ ეს ქვემოთ, მაგ შემთხვევაში scalp short-ებით ვიქნები აქ დაინტერესებული და იმ შემთხვევაში თუ გავარღვიეთ ჩვენ ეს level-ი, მაგ შემთხვევაში ვიქნები long-ებით დაინტერესებული და ძალიან ახლოს ვართ all time high-სთან სხვათა შორის, თუ გავარღვიეთ all time high, გვექნება ახალი ექსპანსია ოქროზე და ვერცხლზე, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სიკიჟე იქნება. ну, რაც შეეხება ვერცხლს, მეგობრებო, ვერცხლზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ ბევრ ანალიზს, იმიტომ რომ დღიურზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, ანუ ვერანაირად ვერ გააკეთებ აქ ლოკალურად ანალიზს, ერთადერთი რაც შეგვიძლია ვქნათ არის ის, რომ ლეველები დავხაზოთ აქ daily-ზე და ვნახოთ, ესე ვთქვათ, double time frame-ზე რამის ნახვა თუ შეგვიძლია 4 საათიანზე, კი ბატონო, ხედავთ რომ 4 საათიანზე შეიძლება პირველი რიტესტი მოხდეს აი აქ, ანუ ის თუ არ შეინარჩუნა, რა თქმა უნდა, აქაც ლოკალურად ძალიან ძლიერად ვიჭერთ, მეგობრებო. ამ ფასს ხედავთ რომ გვაქვს აქ კომპრესია, მე და ჩემი ხატვა გვაქვს აქ კომპრესია და კომპრესიის გარღვევის შემთხვევაში ავირჩიოთ ჩვენ რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, მხარეს ან მაღლაწავალთ, ან ქვემოწავალთ. ანუ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გავარღვიეთ ეს, მაგ შემთხვევაში გვექნება ახალი ექსპანსია, გვექნება ახალი ზრდა და სრულიად შესაძლებელი იქნება რომ აქ 10%-იანი ზრდა გააკეთა, ანუ არ არის გარანტირებული რომ ნახან აქ 10%-იანი ან 15%-იანი ზრდა გააკეთა, რომ აქაც გააკეთებს, მაგრამ ანუ სრულიად შესაძლებელია რომ გქონდეს ექსპანსია პლუს-მინუს $64-65. აქაც რა თქმა უნდა დამრგვალებულ ციფრებს ვიღებთ, არაფერზე დაყრდნობით, უბრალოდ ფსიქოლოგიური ციფრები, 65-ზე თუ წავიდა აქედან, მაგ შემთხვევაში გვექნება აქედან კიდე 12%-იანი ზრდა, რაც რა თქმა უნდა ჩვენს საფულეს დაამშვენებს. რა თქმა უნდა ნეგატიური სცენარია ეს თუ ჩამოვარღვიოთ ქვემოთ და ანუ მარტო ამ ესე ვთქვათ ყველა ტრენდ ლაინს ეძახის, მაგრამ მე რა თქმა უნდა ტრენდ ლაინს ანუ არ ვეძახი, იმიტომ რომ ტრენდ ლაინებს არ ვიყენებ, კომპრესიას ვეძახი, რა თქმა უნდა ეს ლეველი თუ ჩამოვარღვიოთ, ეგ ანიშნავს იმას, რომ ქვემოთ ჩამოვალთ, მე მინდა რომ აი ეს ლეველი ჩამოვარღვიოთ. თუ ეს ლეველი ჩამოვარღვიოთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ რომ გავაკეთებთ პატარა კორექციას, შეიძლება ბასი ჩამოვიდეს ან აქამდე, ან მაგალითად აქამდე გავიკოს. აქ იქნება საინტერესო swing trade-ებში შესვლა, ან ესე ვთქვათ, ინვესტიციების გაკეთება. ну, აქ კიდევ ერთხელ დავიმახსოვროთ მეგობრებო, რომ ამ ტრენდ ლაინის ჩამოღება არაფერს ანიშნავს, თავარი არის ჩამოვარღვიოთ ლეველი. ძალიან მაინტერესებს მეგობრებო, პირველ რიგში რაც მაინტერესებს არის ის, რომ იყიდეთ თუ არა Bitcoin და Ethereum, იმიტომ რომ არავინ არ იცის, ნახეთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, არც მე, არც ხომ, ანუ ვინმე თუ გითხრა რომ იცის რა მოხდება ბაზარზე, უბრალოდ ზურგი მიაქცია და გაიქეცი, იმიტომ რომ ის არც ტრეიდინგის აზრზე არ არის, არც ინვესტიციის აზრზე არ არის, არც ფულის აზრზე არ არის, არც მენეჯმენტის აზრზე არ არის, არაფრის აზრზე არ არის. თუ მან გითხრა რომ Bitcoin-ი ან ქვემოწავა, ან მაღალწავა, ან ბერში წავალთ, ან ბურსში წავალთ, არაფრის აზრზე არ არის. ერთადერთი რაც ვიცით ჩვენ ვიცით რომ ეს იქნებოდა last defense zone და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ადგილი ინვესტიციის გასაკეთებლად, ხომ? არც ამის მერე ბაზარი მაღლაწავა თუ ქვემოწავა, ხომ? მაგრამ იცი რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი ადგილი საყიდლად და ყოველთვის მაგალითად მომყავს ხოლმე, რომ აი წარმოიდგინე შენ გაქვს ფული რომ იყიდო Lamborghini, რომელიც $200,000 იღებს მაგალითად, ხო და ну არ გინდა რა ამ $200,000-ის გადახდა. მიდიხარ ესე ვთქვათ გამყიდველთან, ვინც დილერი არის მაგნის და ეუნები რომ ან ფული გაკლდება მაგალითად ვთქვათ, ან ცოტა ძვირი არის ბაბაბა და ну ორი კვირის მერე გირეკავს ეს ადამიანი და გეუნება რომ აი იცი რა ფასს
დავუკელით 30%-იან ფასდაკლება აქვს, ან 20%-იან ფასდაკლება აქვს. ხო, გაიქცევი და ეგრევე იყიდი, ხო, ან გინდას ტელეფონზე ავიღოთ, გინდას ლეპტოპზე ავიღოთ, გინდას ფეხსაცმელზე ავიღოთ, ხო? ხომ იყიდით, ანუ თუ იგივე ლოგიკა არის, თუ გონია Bitcoin და Ethereum long term-ზე რომ ისო გააქტივებს და კარგი ასეთები არიან, ანუ რაღაც ელოდები, ანუ რა ვიცი 35-40%-იანი ვარდნები გქონდა და ამაზე მეტი გაიაფება რაღა გინდა, ანუ $15 გინდა Bitcoin-ის და ძალიან მაინტერესებს იყიდეთ თუ არა Bitcoin და Ethereum-ი დაწერეთ კომენტარებში და თუ რაიმე კითხვები გაქვთ, აუცილებლად შემოდით Discord-ზე, ან დასვით კითხვები კომენტარებში და აუცილებლად დაგეხმარებით.